ჩამოვედით ბრაშოვში. აბა. ეს რაც ცუდი მოსწავლე იყო აზრ ხა? ნუ არ ვარ ყვაყოფილი. ახალი თავი. თავარია უძილობის გამო არ დაგერწევს და ისე კაი ბიჭი ხარ. მარიო ჩიმარო აქ უნდა იყოს სტენდაპი რა ამის გამოგონებას უთხრეს რომ მეგობა რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო წავით ახლა ვიმეცადინეთ ცოტა გამარჯობა ხალხო გამარჯობა არ დაგვრცინოთ ეხლა და ბუდაპეშტში მივფრინავთ ოღონდ იქედან მიფრინავთ ბრაშოვში, ქალაქ ბრაშოვში, რუმინეთში. ჭადრაკის ტურნირზე, ძალიან კაი ტურნირია მართლა და რატომ მივდივართ ამ ტურნირზე? რატომ მივდივართ? ძალიან მაღალი საპრიზო ფონდია. კი. აბა ბრაშოვში რა. ამ ტურნირმა უნდა გამოაჩინოს სადამდე შეგვიძლია ესე უსწავლელად უმეცადინეოდ ჰარი ჰარალოზე რაღაც წარმატებას მივახციოთ. არა, ეხლა თლად ისეც არაა საქმე რა, ცოტა ვიმეცადინეთ ეს ორი თვე თუ რამდენი იყო ბუდაპეშტის მერე ორი თვე ხო არა, 0-ზე ხო არა. სამი გაკვეთილი ჩავატარეთ. სამივე დევს YouTube-ზე, ნოდარის ჩენელზე, სამი გაკვეთილი გავიარეთ. ბუდაპეშტში რა ტურნირზეც ვიყავით და რაც მოვიგე 2050-ზევით შევხვდი ყველას და აქ კიდე 2000 ქვევით არის ყველა. მაგრამ აქ უფრო რთული იქნება ალბათ, იმიტომ რომ 222 კაცია და იმ 222 კაციდან რამდენს აქ კარიერის ტურნირი არის შენ რა. ბევრად უფრო დიდი შანსია რომ ვიღაც გამოხდეს პროსტა და რაღაცა იქნას რა. სინამდვილეში ხა ის ტურნირი სერიოზული იყო, არაფერი მაგნაწიში სხვაობა არ არის. სხვაობა ისე რომ რადგან აქ საპრიზო ფონდი დიდია, ფულმა მოიზიდა ძალიან ბევრი მაგარი მოჭადრაკე და ეს არ თულებს ტურნირს. ეს არის მთავარი ამბავი რა. და შოუც უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ ბევრად მაგარ ადგილზე, ბევრად მაგარი ორგანიზებით და ყველაფერი იქნება. 9 პარტია უნდა ვითამაშოთ. იქ რომ მე-7 პარტიაზე უკვე ამოწყვეტილები რო ვიყავით, მე განსაკუთრებით, აქ 9 პარტია უნდა გავძლოთ. ამიტომ აქ ვიტამინები მაქვს წამოღებული რაღაცა. ჩამოვედით ბრაშოვში და მოვედით იქ, სადაც ხვალ დაიწყება ტურნირი. აი ამ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართება ბრაშოვის გრან-პრი შეგვიძლია უწოდოთ ამ ტურნირს თავისი დონიდან გამომდინარე რა. კარგია რომ ტურნირთან ახლოს ვცხოვრობთ. აი 5 წუთის ფეხის სავალზე ვცხოვრობთ ტურნირთან. ეგ არის ჩემი ნოუ-ჰაუ. მე გამოვიგონე რომ ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის, რომ ცხოვრობდე ტურნირთან ახლოს. სხვას არავის აზრად არ მოსულია ეგეთი რაღაცა. აბა. გაუმარჯოს. ჩვენი ტურნირის დაწყებას. გავხურდეთ ნელ-ნელა. უკვე მომწონს ეს ქვეყანა, უკვე მომწონს ხალხო. შემოვედით საჭმელად, ჯერ შეკვეთილიც კი არაფერი გქონდა, პური დაგვიყარეს.
მაშინ როდესაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ყოფილა პურს ვიხვეწებით რომ ხალხო პური მოიტანა და ძალიან ცოტა მოაკვდა ჯერ უთქმელა ძმაო დაყარეს პური რაღაცა შემწვარი რაღაცაც მოიტანეს კაი ხალხი ყოფილან ესენი მომწონს მე ამათ გავუმარჯვეთ და აბა ჩვენს წარმატება ჩვენი ზურას მასწავლებელმა ჭადრაკში ადრე ახალგაზრდობაში რეზიჭკუასელმა გამომიგზავნა საჩუქრად ულამაზესი ჭადრაკი მადლობა მას ეს რა ცუდი მოსწავლე იყო აზზე ხარ მე მაჩუქა ნახე რა კაია აჰა შავების unboxing-ი შენი იყოს თეთრი ჯემი დაცხე პატიკო ამ ვარცხნილობით ხარ წამოვიდეთ ეს ტურნირზე მაჩო ხარ მაჩო ცხენზე ამხედრეული ხარ შევიდე ტურნირზე რომ მაი ის შლაპაც დაიფარე მაინც ჩემი გახდები კონსუელა ეგრე ხარ შევიდე ბიჭო ბერდებით პატიკო იცი რაზე ბერდები ბიჭო წამალი გვაჩუქეს ცხოვრება ხო მაგრამ ეგ ის არ არის ახლა არა გასაგებია წამალი არ არის გასაგებია რომ სპორტსმენს საკვები დანამატი ვიტამინი დანამატი ვაჩუქეს გასაგებია მაგრამ ცხოვრებაში პირველად წამალი მაჩუქეს ყველაზე ტოპ კომპანიის ტერანოვას საკვები და საკვები დანამატები და ვიტამინები ერთად ისა ხო კაფსულებიანი ხო და ეს არისო ტვინისთვისო კაიო დავაი ვჭიდე არა აბა იმედია დღეს პირველ გამარჯვებაში აჰა აუ ეს რა კაი რამე გამოდგა იცი მოგზაურობაში ეს ხო გამოგვიგზავნეს ეს არის ბამბუკის ჯაგრისის ჩასადები რა და თვითონ ჯაგრისიც ბამბუკის შვედური კომპანიის არის ორივე თურმე წელიწადში დედამიწაზე 20 მილიარდი პლასტმასის ჯაგრისი იყრება ნაგავში რა 20 მილიარდი გარემოს დაბინძურებაში თურმე კბილის ჯაგრისი არის ტოპი ერთ-ერთი ტოპი რა ხო და ეს ახლა რა არის ცი ამას გადააგდებ ბამბუკი არის რაღაც ხეა რა ხო ხდები რა აუ შვედების სანერვიულო მოგცა ჩინკაი რა მოკლედ აღწერაში იქნება გრავიტონის ლინკი და სად იყიდოთ როგორ იზრუნოთ გარემოზე და ესეთი რაღაცები შეგიძლიათ მიწეროთ დაგაკვალიანებენ რომ აქ შეიძენთ ესე ქენთ ყველაფერს იპასუხებენ ტურნირის 22 ნომერი ვარ აჰა 222 კაცში 222 კაცში და ხვდები 22-ს პლუს 111 ნომერი ამდენია 133 ნომერს ხვდები 133 ნომერს ხვდები და ცხოვრებაში პირველად ფავორიტის სტატუსით გავდივარ თამაშზე, რაც ძალიან არაკომფორტულია. გაცილებით უკეთ გრძნობდი თავს, როცა ჩემგან არავინ არაფერს ელოდა და მე ვიგებდი და ეხლა მაშინ ავტობუსი უნდა ჩამიყენოს დაცვაში და იქიდან მეთამაშოს რა. სულ რა ნომერს ხვდები? მე-13 და 124-ს ხვდები და პირველ ტურში ფავორიტები ვართ, მე გამოჩნდება რა. კარგად გამოვიძინე. დასვენებული ვარ. დანარჩენს ვნახავთ. გუში რო თქვი რომ გრან-პრი ტურნირია თუ მართლა გრან-პრი? სად მოდიოდი, არ იცოდი? შენი ჩავაიყო. ჩხიკ. ნახე რა დავუთრიე პაატას. არის პრესა ისა. არის თუ არა ეს პრესა? არის თუ არა ეს პრესა? ანუ მოთხოვნა არის რომ ვინც ავართ ფავორიტები რომ ფოტოსესიაზე მივიღოთ მონაწილეობა რომ სპონსორები ისინი ხო ხვდებით ხა? გაი მოდი ჩხუკ რა ტურნირზე ჩავამოყვე. გიშია აი. ძალიან ფუფუნება არის, ცოტა მორიდებული დავდივარ. მე
რაღაცა პატარა შინაურულ ტურნირში მეთქი რაღაცა YouTube-ზე ვიმაიმუნებ რა. ამან ჩავმოვა გრანდმასტერი და გრან-პრი და არბიდა ძმა. ნერვიულობს ბიჭი. მოვიგე. კაი დაწყება კაია. მაგრამ ცხოვრებაში პირველად პატიკო პარტია შევიყვანე კომპიუტერში და ცხოვრებაში პირველად მოხდა რომ კომპიუტერს მოეწონა ნათამაშეა. ეს რა ქენი და რამე კი არა. 98.8 თითქმის 99% დამიწერა accuracy. იცი რა არის 24 წლაში მოვიგე და ეს accuracy რო 50 წლაში მქონდეს. მერე დავდგები და გრანდმასტერები მოვიდნენ თქო ვიტყვი. მოვიგი გავიმარჯვე. ხო რა, ნუ არ ვარ ყვაყოფილი. რა ამ გამოიწვია? არ ვიცი, რაღაცა უცნაურად კარგად თამაშობდა. გუშინ რო გიყვებოდი ის გამბილი წავედი, არ მითამაშე 5 წელი ალბათ და. მანდა ის ეღარა თუ გადაწყვეტ. ჩასაფრებული ყავი მის შეცდომაზე, ხო, ეგრე ითამაშე, ხო, სადმე წამოკიდებაზე ეთამაშე, ხო? ახლა მან როგორ უნდა მოვიგო შავით. 2300-თან ყაიმს გავაკეთებდი, просто შემოთავაზა და არ დავთანხმდი. ყაიმზე შემოთავაზა? ანუ ზერელეთ მიუდექი ცოტა? ხო, რა თქმა უნდა, თავიდან, მაგრამ კაი, წავიდეთ. ნახოთ აბა რა მოხდა, კარგი. ჩავხედოთ პარტიებს. აბა. ეს 1 და +1 და კიდევ ბევრი ერთგულიანები ვართ, ბიჭები. ხვალ 2 მატჩი და იმედია 3 ქულა გვექნება. იმედია 6 ქულის იყოს. მაგარი გამოცდა გვაქვს დღეს. ნორმალურზე მაღლა. თან გამოძინებულობა. აი, ხო ისეთი სიტყვა ვთქვი, რომ აშკარად გამოძინებელი. დილის თამაშები არ მიყვარს ძალიან. მაგრამ ეხლა უნდა მობილიზდეთ. დღეს 2 თამაში გვაქვს. რთული დღეა. დღეს დილის 7-ზე გამეღვიძა. ფოტოშოპის. დილის 7-ზე გაგეღვიძა. მე დავიძინე კიდე, თორე დილის 7-ზე გამეღვიძა ის. აუ, ისე ჭამას მართლა კი მოვასწრებდი. 9 საათზე განაცხადა, რომ აუ მე დილით ჭამა გამორიცხეთ და 10-ის 6 წუთზე აუ რამეს შევჭამდი ეხლა. წავედი. You can request to buy withdraw until the 5th round.
Uccides donne per l'esplicato del cinegioco. Next round. ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი. ზურა მომოიგო. რთული პარტია იყო? თუ ნორმალური? ესკანელიდან ამოვიღე ქულა, აი ჩავედი ჯოჯოხეთში და აგებდი? იქიდან ამოვიღე ეს ქულა. რაღაცები მითხრა, ეს დავთვალე, ის დავთვალე, ის დავთვალე, ყველაფერი დაუთვლია ტიპში. მე კიდე რაღაცები გამომრჩა თავიდან. მეძინებოდა მთელი თამაში მეძინებოდა. აუდექ გამოვედი ვარჯიშე, გაწელვები გავაკეთე რაღაცება, ვერ გამოვფხიზდი. რაღაცას გააკეთებ და იმედია მეორე თამაშზე უფრო ფხიზლად ვიქნები. მაინტერესებს შენი პარტია და გავარჩიოთ. რო დაგხედე ძალიან კარგად იყავი, იმენა ორი ყური, იმენა ფუფუნება იყო ეს პოზიცია. ათი წლის ბავშვი ხდები. 10 წლის ბავშვია და 3 წელია ტურნირებზე თამაშობს. ჩემზე გამოცდილია 10 ჯერ. ვეცდები ყურადღებით ვითამაშო. რაღაცა დღეს ცოტა ვერა ვარ კარგად, მაგრამ ბიჭები დავდებთ ყველაფერს. ილოცავ პირველ რიგში. ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი გვაქვს. ისევე დილის მეორე ვარიანტი დაგვიჯდა. მე მოვიგე ზურამ წააგო. აი პარტიის დროს რო ვაგებდი, ფიქრობდი, რომ წინა პარტიის დროს მაგალითად და ყველა პარტიის დროს რო ვაგებდი, ფიქრობდი, რომ აი ეხლა ეს მომაგებინა და მერე უკვე დავლაგდები რა და მერე უკვე ისე შევალდა. ყველა მოვიგებდი, ყველა პარტიას ეგეც სადაც ვაგებდი და შევდიოდი და ისევ იგივე სისხლებს ვაკეთებდი და ობიექტურად ფორმაში არა ვართ. ეხლა მე რო წავაგო 200-ით ნაკლებთან, 300-ით ნაკლებთან, ეხლა ოკეი, გავიცინეთ გვეყვა, ეხლა მართლა ის ხო არა ვარ, რა ქვია, სპორტსმენი, მაგრამ ზურას არა აქვს ეხლა ასეთი წაგებების უფლება ჩვენში რო დარჩეს რა. მართალია. აბა ეს ნახევრად აბა არ მომწონს. პირიქით, აბა 6-დან 4. 6 შესაძლებლობიდან 4.
არა უშავს, გამოგვესწორებინოს. გამოგვესწორებინოს. ნუ რავი, ეხა გამომწერებს, გულშემატკივრებს, მეგობრებს პირდებით, რომ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ. ცოტა უნამუსობაც არის ეხა რა, რაღაც მსუქანი იუთუბერი მოჭადრაკეობა გადაწყვიტა და გრან-პრიზე 3-დან 2 ქულა აქვს და ჩამოტირის სახე, ჩემგან ცოტა უხერხულია, მაგრამ შენზე უფრო მეტი მოლოდინები გვაქვს და მესმის რომ ეს გაწევს მხრებზე ეს ისა ზედმეტი პასუხისგებლობა, მაგრამ აბა სპორტია როგორ გინდა ეხა რა. ხვალ თუ მოვიგეთ, კამბექის შანსი ჩდება რა. რაღაცა იქნება, აბა. ახალი თავი. და ულამაზეს იზური. დიახ, მადლობთ. ჩვენი გუშინდელო იღბლობა. მოდი ზურას წვერს გავატანოთ და თქვა. მე ჩემი ახალი კი არა და ჩემი ძველი, მაგრამ იღბლიანი მაისური ჩავიცვი დღეს. ძალიან მჭირდება ჯეთროთალის წყალობა დღეს. იან ანდერსონის მხარდაჭერა. რაც არ უნდა იყოს, მაინც ყველა სპორტსმენი ბოლოს ცრუმორწმუნე ხდება რა. ხარ ხასიათზე? კი, აი ხა უცებ მოვიხოდე. დღეს გადაწყდება ხალხო ძალიან ბევრი რაღაცა. დღეს გადაწყდება რომ ყომარში ვჩებით თუ უნდა ვიბრძოლოთ მერვე ადგილისთვის. ნახოთ, აბა ნახოთ, წავიდეთ. აბა წარმატებული. გაიხარე, დროებით. ერთი კარგი ამბავი გვაქვს და ერთი ცუდი. ზურა მოიგო, მე წავაგე. ვიგებდი, იდეა მოსაგები მქონდა, ყაიმი შემომთავაზა, არ დავთანხმდი. მე რაღაცა ძალიან მრავალსვლიანი ლამაზი რაღაცა ჩავიფიქრე, შევწირე და გამომეპარა დათვლაში ერთი რაღაც და წამოვეხიე რა. მაგრამ სამაგეროდ ზურა ჩაერთო ყომარში 4-დან 3 აქ ხვალ ორივე წამოიღოს და გავაგზელებთ უჯარი მოდი ტიტულისთვის ყომარს და მე გვირდებით რომ ყურებს არ ჩამოვყრი და დანარჩენ ტურებში რაღაც 10 ივლისთვის 15 ივლისთვის ვიბრძოლებ რა. ძალიან რთული პარტია ყველაფერი დაინახა. მეც ძალიან ბევრი რამე დავთვალე, იმაზე მეტი ვიდრე ვთვლი ხოლმე ზოგადად. არა, იმანაც ყველაფერი და აი ენჩპილში და რაღაცა მოუგებოლოს რა. ძალიან კაი, ხვალ ეხა ორივე წამოიღე და ყომარში ვართ რა. ანუ თვის შეჭრა მუშველა რა. ხო, ფოტოშორის ის მაგას უკან ხასიათზე მოყავართ ხოლმე. წვერი უფრო. და ბოლომდე შევბეროთ რა. 40 გრადუსიდან ტემპერატურა დავარდა უცებ 20 გრადუსზე, რაც კარგია, ტურნირის მოხუც მონაწილეებს დაერხევათ წნევები, სახსრები. ისი მეტად. ასე რომ ახალგაზრდებო, აბა თქვენიცით მეც დამერხევა, არა უშავს. ზურა ხდება ძალიან საყვარელ და სასაცილო მონაწილეს, მარიო ჩიმაროს ხდება. მაგას არ ამგონია წნევის პრობლემები ქონდეს. კი. დაკუნთულ კაც ხდება, რაღაცნაირად დაკუნთულ კაც. რომელსაც ჯერ წაგება არა აქვს. მოიმზადე რამე? მომზადე?
ძალიან დიდი ხანია ამ პარტიის წინაღამეს ამდენი დრო არ დამიხარჯავს. რამდენიმე საათი ბუჯექი რაღაცებს. თავარია უძილობის გამო არ დაგერხეს და ისე კაი ბიჭი ხარ. ხო, არ თავარი ეგა. რთული ყოფილა 1900-იანი ცხოვრება. აბა წარმატება. გაიხარე. მადლობა. და მარიო ჩიმარო? Iar după 10 minute să vă mulțumim. აბა ორი კაი ამბავი გვაქვს. ძალიან კარგი. მოვიგეთ და მილოცავ. არ ვაპირებთ აქ აჩერებას. არ ვაპირებთ ნაკლებ. მე მინდა რაც შეიძლება ბევრი ხელი მოვიგო. იმისათვის რომ სადღაც ბოლოსკენ რო ზურას კონკურენტი შემხვდეს, რომ ზურას საქმე გავუკეთო და იმას დავაკარგინო. იქ უკვე ყაიმზეც წავალ და ყველაფერს ვიკადრებ რა. რა თქმა უნდა. კარგი ტაქტიკაა მომწონს. ხო და შენ მიდი და მე ვიქნები შენი ბარიკელო ეხა ამ ტურნირზე რა. შენ წადი შუმახერად და მე აქ ბარიკელო ვიქნები და ვიღაცებს ჩავჭირდა რა. აუ ბიჭო პირველად ამიკანკალდა დღეს ფეხი რა. იმიტომ რომ ორი ის მქონდა მომენტი რა, რომ ან უნდა გამეპარსა ფიგურები და მშვიდად წყნარად მომეგო, ან ჩამესვა ულამაზესი მატი, მაგრამ ხო შეიძლება დათვლისას რაღაც შეგეშალოს რა და წააგო პარტია ხა და არ მინდოდა ხსილამაზის გამო რამე დამმართნოდა, მაგრამ ისეთი ლამაზი გამოდიოდა, ისეთი ლამაზი რომ მეთქი ამის დედაც არ წავედი ლაზერი შევწირე და ჩავსვი მატი, აღარაფერი აღარ მქონდა დარჩენილი და ცხენით ჩავსვი შამათი რა. ისე შევედი ტურზე დღეს, რომ აი ფილმებში და ანიმეებში და ყველგან რო არის რა, ის ერთი სერია რო არის, რომ ვიღაც რო ადგება და ყველაფერს რო გადაუვლის. რა, ის ერთი რო ერთხელ რო მოდის მაგისი დრო, რომ ადგება და ყველაფერს რო გადაუვლის, ეგრე ვიყავი რა, საათი და 20 წუთი მქონდა პარტიის მერე ოპენინგში. ხო, მაგრამ ეხა აქ ემოციები მარტო აქ არ დახარჯო. ხო. წინა გაქვს თავარი ბრძოლები, წინ გაქვს. გამორჩეული რით იყო, შავით ვიყავი ოპენინგშიც, მაგრად ვითამაშე, ოპენინგში საოცარი პოზიცია მივიღე. გადავიყვანე ენჩპილშიც გავთვალე 12-ის დავთვალე. კაი პარტია. ხო და ესევე უნდა ეხა ყველა პარტია რა. ესევე რო იყოს ყველა პარტია კი მოვიგებ ტურნირს. ხო ბა, ისთვის ვართ აქ? წამო ბრაშოვი დავათვალიეროთ. ბრაშოვს აქვს ორი დიდი უპირატესობა. პირველი ძალიან ლამაზია, არა მარტო რუმინეთში, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც და მეორე რუსი ტურისტები არ ჩითავს. ორი დიდი უპირატესობა. ასე ცხოვრობს ევროკავშირის ღარიბი ქვეყნის მე-7 ქალაქი. გვინდა ასე ჩვენ? არ მინდა ძმაო, არ მინდა. ეს არის ცნობილი შავი ეკლესია, რომელიც მე მეგონა დიზაინერის შემოქმედება, რომ ეს მოდი შავი ეკლესია ავაშენოთ. თურმე შავი ჭირის შესაჩერებლად რომ რაღაც უბნები გადაწვეს ქალაქში, კვამლა და ცეცხმა, ფასადი დააზიანა და გამურა.
ნეტა შავი ჭირი შეაჩერეს უბნების გადაწვით. ეხლა რო არის რაღაც ვაქცინები და ესე რა მიდი გადაწვი. რა თუნდა ესე ასე თამაშები ვერ გაიგე. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ვიწრო ქუჩა და ზოგადად ევროპაში მესამე ყველაზე ვიწრო ქუჩა. მე-17 საუკუნეში აშენდა სახანძრო მიზნებისთვის. აუ, ესეთი ქუჩა რო გქონდეს საქართველოში. ნეტა როგორ გამოვიყენებდით, საინტერესოა რა. ვითომ корпуს ვერ ჩავდგამდით აქა? ეს ქუჩა არის ზოგ მომენტში 1 მეტრი სიგანეში და ზოგან მეტრი და 10. აი სადაც მეტრი და 10-ია, აი მან ცოტა წვრილი корпуსი თავისი პარკინგით. ქუჩას ქვია სტრადა სფორიი. სტრადა ნიშნავს ქუჩას. სფორიი მეგონა ვინმე მეფე იქნებოდა ამათი წვრილი. წვრილი მეფე, გამხდარი მეფე. თოკი ყოფილა სფორიი რა, თოკის ქუჩაზე. ბრაშოვის სპორტის მუზეუმში ვაკეთებთ კვიზს. რამდენად კარგად ვიცით რუმინული სპორტი. პირველი გამოვიცანით შემთხვევით. შემდეგი შეკითხვა. ეს ქალბატონი რაღაც არისტოკრატი ქალბატონი ჩანს რა. ბიჭო, ბრაშოვი ხო სამთო ქალაქია და ხო არ ვნახოთ თხილამურები. მაშინ სრიალია უეჭველი სრიალი. აქედან მოდის ფრაზა, რომ აი ეს ვინც გამოიგონა და წარადგინა. ამის გამოგონებას უთხრეს, რომ მეგობარო, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ამაზე უთხრეს რა. კლუჟის ველოსპორტის ასოციაცია 1897 წელს ველოსიპედებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ხედავში. ამ ქალაქს ერთი 10 წელი ერქვა სტალინი. აქვე არის ნახევარი საათის გზაზე არის დრაკულას სასახლე რა. ანუ იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები ცხოვრობდნენ ქალაქ სტალინში დრაკულას სასახლესთან ახლოს. რაღაც პერიოდი ამ ქალაქში სისხლის მსმელები ძალიან დაფასებულები იყო. ეს არის პატრავი ჯეკის კორტები, პატრავი ჯეკის სახელობის კორტები და იქეთ დედამოწყუნლების მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე არის ზემოთ იქეთ, რა. აუ ეს ნეტა რა ღირს. სამწუხაროდ ბრაშოვის ფეხბურთი არ განიცდის საუკეთესო პერიოდს. ძველი გუნდი რაც ყავდათ ბრაშოვი 1936 ის დაეშალათ. და გააკეთეს ახალი გუნდი ბრაშოვ 2021 და დაეშალათ 2023-ში. და ეხა ბრაშოვი 2025 ჯერ არ გაუკეთებიათ, ფანებმა გააკეთეს რაღაცა გუნდი და თამაშობს რაღაც ფსკერ ლიგაში. და იმედია ამოვლენ, იმიტომ რომ მე თვითონ ქალაქი ბრაშოვი გაგონილი მქონდა საფეხბურთო კლუბისგან. 40-იანებში და 50-იანებში მაგარი სპორტის სახეობა არსებობდა თურმე. ყუმბარა მტყორცნელები გამოდიოდნენ და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო შორს ისროდა ყუმბარას. და რეკორდი იყო 77 მეტრი იუგოსლავმა მირკო უჩაჩიჩმა დაამყარა რეკორდი 77 მეტრზე ისროლა ყუმბარა და დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ძალიან საინტერესო გადაწყვეტა მოიფიქრეს. ანუ აქედან ჩანს ბრაშოვი ულამაზესი ხედია. მაგრამ სკამაიკები არის ქვემოთ და შეგიძლია კედელს უყურო. რა კაია! ნახე რა კედელია. ნახე რა კედლის წრეს გრა 360 გრადუსი. აი აქ იყვნენ კედლის მცველები ჯონ სნოუ და ხალხი, აი აქ იყვნენ და ჩრდილოეთის ველურებისგან იცავდნენ ბრაშოვს. ხაი როგორც სნოუ რომ მიავლინეს, არ გახსოვს ჯონ სნოუ როგორ მიავლინეს კედელთან?
აი ესე იყო აქაც რა. დაკავრობას ახალი სიცოცხლე რო შევბეროთ. აქ უნდა იყოს სტენდაფები რა. აი აქ დადგება სტენდაფერი და მაყურებლები აქ რა. აი ეგ იქნება ბრაშოვის სტენდაფი, მაგარი რა. ჩვენი პირველი ნაწილი ვლოგის დასრულებულია. ვერ დავიწყეთ მაინც და მაინც სახარბიელოთ ტურნირი, მაგრამ ვდებ პირობას, ხო ვდებ პირობას? კი. ვდებთ პირობას, რომ დარჩენილ ტურებში არ წავაგებთ არცეთს. და ბიჭები დავდებთ ყველაფერს. გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილაკი ჩართეთ. და კაი რაღაცებს კომენტარები დაწერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა კომენტარი არის მომგებიანი. აგვისტოს თვეში დადებულ ყველა ვიდეოში, ყველა კომენტარი მომგებიანია. თქვენ მიიღებთ ჩვენი მეგობრისგან, ვონდერლენდისგან ფასდაკლებას იმ შემთხვევაში, თუ წახვალთ ევროპის ჩემპიონატს, თუ დააპირებთ წასვლას, მომწერეთ ან ვონდერლენდს მიწერეთ და ახსენეთ უჯარიმოთ და ყველაფერი იქნება ლამაზად, თან გადაყვებიან. მადლობა კროკოს, გრავიტონსაც მადლობა, რა თქმა უნდა, რომელიც ზრუნავს ჩვენს ტვინის მომარაგებაზე ვიტამინებით და სასარგებლო დანამატებით. პირველ ტურებში ჯერ ვერ გაიხსნა კარგად, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერს მაგრად ვიზამთ რა. კპირდებით. წავით ახლა ვიმეცადინოთ ცოტა. წავით.